უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. ფაქტია, რომ უკრაინას ხელისუფლება დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება შეუძლია და არც ომის დასრულება. ორივე არჩევანი, რომელიც არც არ უნდა არჩიოს, არის მძიმე უკრაინელი ხალხისთვის და სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც ჩვენ ოპოზიცია და NGO-ები გარედან კარნახით გვთავაზობდნენ და რომელსაც გვიბიძგებდნენ. შეგახსენებთ, რომ მიტინგებს ატარებდნენ პარლამენტის შენობასთან 2022 წლის მარტში იმის მოთხოვნით, რომ ჩვენ ესკალაციაში შევსულიყავით იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი ომი წამოიწყო და ამისკენ გვიბიძგებდნენ როგორც გარედან, ისე შიგნიდან. და ზუსტად ეს უნდათ, რომ საქართველოს ასეთ მდგომარეობაში ჩართულიყო ჩვენი ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, ამას ამდენი დრო, რა თქმა უნდა, არ დასჭირდებოდა, მაგრამ ასეთ ზუსტად ასეთ მომენტამდე მიგვიყვანდნენ საბოლოო ჯამში. თუ კი ეს ევროკავშირის ომი არის და თუ კი მათი თანხმობა არის თუნდაც საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის, რატომ არ ომობენ? რატომ არ იღვრება იქ ევროკავშირის მოქალაქეების სისხლი და რატომ გადადის ეს თვლინად ეს ომი უკრაინელების ხრებზე და მათი გმირობის წყალობით რატომ იდის მხოლოდ ეს ომი? ასე რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არის დიდი გამოფხიზლება, მე მგონი ყველასთვის, რომ შეხედოს იმ რეალობას, როგორც იმართება საერთაშორისო პოლიტიკა, რადგან ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, არავინ ჩვენი ერის ინტერესებისთვის თავს არ შეიწუხებს არსად. ყველა ფიქრობს საკუთარ ინტერესებზე და უპირველეს ყოვლისა ამ ინტერესებიდან გამომდინარე უყურებს სხვა ქვეყნებს და ამიტომაც იყო თავის დოზე 2022 წელს, რომ ასე პაიკად გვწირავდა ბევრი პირდაპირი ზეწოლით, მათი მარიონეტების ზეწოლით საქართველოს ხელისუფლებაზე და უშუალოდ კაბინეტებში საქართველოს ხელისუფლების ბიძგების დროს, როდესაც გვიბიძგებდნენ ესკალაცია რუსეთთან ესკალაციაზე.